დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ანტიბიოტიკების შესახებ მსოფლიო კვირეული დაიწყო. ცენტრის დირექტორმა და ჯანდაცვის მინისტრმა ანტიბიოტიკების გამოყენებასა და საჭიროებაზე ისაუბრეს. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ საზოგადოება 3 თვის განმავლობაში C ჰეპატიტისა და შიცის უფასო გამოკვლევებს გაიკეთებს. როგორც ცნობილია, ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებული მსოფლიო კვირეული მიმდინარე წლის 22 ნოემბრამდე გასტანს. საქართველოში დაიწყო კვირეული, საინფორმაციო კვირეული, რომლის მთავარი ამოცანაც არის როგორც სამედიცინო საზოგადოების, ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობა იმ საკითხზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებას და რამდენად დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული მისი ჭარბი გამოყენება. ყოველწლიურად ნოემბერში აღინიშნებოდა დღე ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირების გაზრდის და წელს უკვე მთელი კვირეული აღინიშნება იმის გამო, რომ ანტიბიოტიკო რეზისტენტობა და ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება გახლავთ გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 21 საუკუნეში.